მშრალი ასაწყობი იატაკები. მშრალი ასაწყობი იატაკების მონტაჟი ხორციელდება კნაოფის სუპერ იატაკის ელემენტებისაგან, რომლებიც დამზადებულია ორი ტენმედეგი ფილის დაწებებით. გამოიყენება ტენიან, საშუალო ტენიან და მშრალ პირობებში, საცხოვრებელ, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების იატაკების ასაწყობის საფუძვლის მოსაწყობად. წყლის სამუშაოები ასაწყობი იატაკის დამონტაჟებამდე უნდა იყოს დამთავრებული. ჩვენ განვიხილავთ მშრალი ასაწყობი იატაკების მონტაჟს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტის მაგალითზე. კერამზიტის ქვიშის მშრალი ჩანაყარის გამოყენებით. იატაკის მოჭიმვითი სამუშაოების დაწყებამდე ზედაპირი უნდა გასუფთავდეს მტვრისა და ჭუჭყისაგან. ზედაპირის დონის მონიშვნა ხდება ლაზერული ან წყლის ნიველირის მეშვეობით. ორთქლსაიზოლაციო ფენის მოსაწყობად გამოიყენება პოლიეთილენის ფირი. ნაგების დროს რეკომენდირებულია მოსაზღვრე ფირების ერთმანეთზე გადაფარვა არანაკლებ 200 მმ-ით. გვერდები უნდა აიკეთოს იატაკის მოჭიმვის დონის ზემოთ. ნაწიბურის ზონარი ფიქსირდება ორთქლსაიზოლაციო ფენაზე ასაწყობი მოჭიმვის და შემომფარგლავი კონსტრუქციების მიბჯენის ადგილებში. იგი უნდა ყოფდეს მოჭიმვას და იატაკის კონსტრუქციულ ნაწილებს შემომფარგლავი კონსტრუქციებისაგან. ჰაერის ტემპერატურა იატაკის დონეზე უნდა იყოს არანაკლებ +10 გრადუსისა. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. სუპერ იატაკის ელემენტები, მშრალი ჩანაყარი, მგერად იზოლაცია და თბოიზოლაცია უნდა დასაწყობდეს დამონტაჟების ტემპერატურულ და ტენიანობის რეჟიმში. მშრალი ჩანაყარით იფარება მოჭიმვის მთელი ზედაპირი საპროექტო სისქის მიხედვით. ფენის მინიმალური დასაშვების სისქე 20 მმ-ია, ადგილობრივი დათხელებების ადგილებში არანაკლები 10 მმ-ისა. შემომფარგლავ კონსტრუქციებთან მიბჯენის ადგილებში და იმ შემთხვევაში თუ ფენის სისქე აღემატება 50 მმ-ს, ხდება ჩანაყარის დატკეპნა. მშრალი ჩანაყარის ნიველირება ხორციელდება ორი მიმმართველის და ერთი სანიველირო პროფილების კომპლექტის მეშვეობით. ნიველირებას ვიწყებთ შესასვლელი ღიობის საპირისპირო კედლის მხრიდან. ნიველირებამდე მიმმართველი პროფილები უნდა განთავსდეს ჩანაყარზე ერთმანეთის პარალელურად, სანიველირო პროფილის მუშა ნაწილის სიგრძის მანძილზე. მიმმართველი პროფილების ქვედა სიბრტყეები განვათავსოთ გაანგარიშების დონეზე. ნიველირება ხორციელდება სანიველირო პროფილის მიმმართველ პროფილებზე გადაადგილებით. კნაოფის სუპერფილების გაჭრა ხორციელდება სწორ ზედაპირზე თაბაშირ ბოჭკოვანი ფილების საჭრელი დანით, ხერხუნით ან ბეწვა ელექტროხერხით. დანით გაჭრისას გადაჭრის ხაზზე ფილაზე იდება რკინის სახაზავიან პროფილი. მის პარალელურად კეთდება 1 ან 1.5 მმ სიღრმის ჭრილი. შემდეგ ფილას ვათავსებთ მაგიდის ზედაპირზე ნაპირის გასწვრივ. ჭრილების ადგილებში ვტეხავთ მას და ვყოფთ ნაწილებად. საჭიროებისამებრ ფილის ნაწიბური მუშავდება საჩორტნი შალაშინით.
მშრალ ჩანაყარზე იატაკის ელემენტების მოწყობის დროს გადაადგილება ხერხდება 50-50 სანტიმეტრის ზომის ფილების ფრაგმენტების მეშვეობით. ფილების წყობას ვიწყებთ კარის ღიობის კედლის მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ. პირაპირების ნაპრალები არ აღემატება 1 მმ-ს. რიგებში იატაკის ელემენტების აცდენა არანაკლები 250 მმ-ისა. იატაკის ელემენტების ერთმანეთთან დამაგრება ხდება პირაპირი ელემენტების ნარიმანდებზე წებოვანი მასტიკის 2 თანმიმდევრულად წასმული ზოლის მეშვეობით და ფიქსირდება 19 მმ-იანი სიგრძის შურუფებით, რომლებიც გამოიყენება მუყაო ბოჭკოვანი ფილების დამაგრებისთვის. განლაგების ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 300 მმ-ს. მოჭიმვის ელემენტებში შურუფები უნდა შედიოდნენ მართი კუთხით. თავები უნდა იმალებოდეს ფილის ზედაპირში დაახლოებით 1 მმ სიღრმეზე. არასწორად შეყვანილი და მოღუნული შურუფები უნდა ამოვიღოთ და შევცვალოთ ახლებით. გახვრეტის ადგილიდან დაახლოებით 50 მმ-ის მოშორებით. ოთახის კონფიგურაციის თავისებურებიდან გამომდინარე, ფილების დაგება შეგვიძლია დავიწყოთ საპირისპირო მხრიდან, მარცხნიდან მარჯვნივ. ახალი რიგის დაგებას ვიწყებთ წინა რიგის დაგების შემდეგ დარჩენილი ელემენტებით, რაც საშუალებას გვაძლევს ნარჩენების რაოდენობის შემცირებისა და მომიჯნავე რიგებში ტორსის პირაპირების გაქანებისა, არანაკლებ 250 მმ-ისა. მოჭიმვის ელემენტების პირაპირებისა და შურუფების ჩაყენების ადგილების ამოვსების აუცილებლობა დამოკიდებულია დასაგები იატაკის ხასიათზე. ლინოლიუმის, ხალიჩის, პოლივინილ ქლორიდის ფილების და სხვა ამდაგვარი საფარების ქვეშ ნახვრეტები ივსება ფუგენფიულერ GF საგოზავით, ტიფენგრუნდით წინასწარი დამუშავებით. შემდეგ შეფითხნილი ზედაპირი უნდა გაიხეხოს. კერამიკული ფილების, ბუნებრივი ქვის და კერამოგრანიტის ფილების საფარის დაგება რეკომენდებულია ტიფენგრუნდით წინასწარ დამუშავებულ ზედაპირზე. დაგრუნტვამდე მოჭიმვაზე უნდა დავიტანოთ მინერალური შემკვრელების ბაზაზე დამზადებული წებო.